აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა სააკაშვილის თქმით, მას არაერთხელ შეუთვალეს, რომ სახელმწიფო დაცვისა და რეზიდენციების შენარჩუნების სანაცვლოდ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. პრეზიდენტის თქმით, ის არაპირებს პოლიტიკურ ვაჭრობაში მიიღოს მონაწილეობა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში უნდა შეწყდეს მისი თანაგუნდელების პოლიტიკური დევნა. სააკაშვილისთვის ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტი დარჩეს ქუთაისში. სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრებენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხება სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებსაც. სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური დევნა და დაცვის სამსახურით манипулირება ვერ იქონიებს გავლენას მის გადაწყვეტილებაზეც. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას. ჩვენი პასუხი იყო, რომ ნამდვილად ამ სეთი მეთოდებით კონსტიტუციას ნამდვილად ხარს ვერ დაუჭერთ. ჩვენ გვინდა დიალოგი ვაწარმოოთ, მაგრამ შეუძლიათ დაცვის სამსახურით წაიღონ, შეუძლიათ რეზიდენციებით წაიღონ, არანაირი პრობლემა არ არის. შეუძლიათ გადაადგილების საშუალებებით წაიყვანონ, მაგრამ პრინციპებს ჩვენ ბოლომდე დავიცავთ და თუ კი რაიმე კონსტიტუციაზე საკითხი ასევე შეიძლება იქნეს, ეს შეიძლება ხოლმე მოლაპარაკებებს, ხოლმე იმ საკითხს არ არის დასამალი, რა საკითხებს ვაყენებთ ჩვენ.